ონლაინ ფეხბურთის გულშემატკივრებმა ზოგ შემთხვევაში ფინალური დაპირისპირება სიმბოლურ შეჯიბრებად წარმოაჩინეს, რაც ესპანეთისა და არგენტინის მკვეთრად განსხვავებულ სადარაო პოლიტიკას ასახავდა. და ზოგ შემთხვევაში ანტისემიტური შეთქმულელების თეორიების გაღვივებასაც კი უწყობდა ხელს. ამ ორ ქვეყანას ამჟამად ისრაელთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. და მათი წამყვანი მოთამაშეებიც დიდ ყურადღებას იპყრობენ ინტერნეტში, მათ შორის ლიონელ მესიც და მისი წარსული კავშირები ისრაელთან. მათ შორის ის ფოტოც, რომელიც თქვენს ეკრანზეა, იმ დროს, როცა ესპანეთის ლამინ იამალმა ყურადღება მიიპყრო პალესტინის დროშის ჩვენებით გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, მას ნაკავშირი აქვს ამ ყველაფერს სპორტთან ან ფეხბურთის სიყვარულთან. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მივესალმები რაბი მარკ უაილდს, მანჰეტენის ებრაული გამოცდილების დამფუძნებელსა და დირექტორს, ასევე წიგნის ებრაული გამოცდილება, ებრაული აზროვნებისა და პრაქტიკის სულის აღმოჩენა ავტორს. ის ახლა ნიუ-იორკიდან გვიერთდება. სასიამოვნოა თქვენი ნახვა რაბი. ნუ თუ არ იქნებოდა შესანიშნავი, რომ სპორტის გულშემატკივრებს უბრალოდ შეეძლოთ ფეხბურთის ყურება თავად თამაშის სიყვარულით. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს კიდევ ერთი საშუალება მიეცეთ სიძულვილის გასავრცელებლად და უცნაური შეთქმულების თეორიების მოსაფიქრებლად. რას ფიქრობთ იმაზე, რასაც ვისმენთ? ისრაელი საერთოდ არ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში, მაგრამ მაინც როგორღაც დისკუსიის ნაწილი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე იყო კონცენტრირებული. დიახ, სამწუხაროა, ეს დაკარგული შესაძლებლობაა. ოლიმპიადა და ზოგადად სპორტი ესეთი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება მტრები იყვნენ, რომ იმოქმედონ. ვინ შეიძლება ერთად ითამაშოს და ერთმანეთში ადამიანურობა დაინახოს. მაგრამ სწორედ ამას ცდილობს სამწუხაროდ ანტიისრაელური სამყარო. სამწუხაროდ ეს არის ის, რასაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ცდილობს. სპორტის გამოყენება და იმის გამოყენება, რაც სხვაგვარად შეიძლება ყოფილიყო მშვენიერი შესაძლებლობა მშვიდობისთვის, განაცხოვრებისთვის, ჰარმონიისთვის. თუნდაც რამდენიმე წუთით მოედანზე. იმის ჩვენება, რომ ისრაელი არ არის წევრი ქვეყანა მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის. და ჩვენ უნდა წინ აღვდგეთ და უნდა ვთქვათ, რომ ისრაელს აქვს არა მხოლოდ არსებობის, არამედ სპორტში მონაწილეობის უფლება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში. და ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა გამოვიყენოთ რაღაცა, რაც ნამდვილად ნეიტრალურია. სპორტი ნეიტრალურია და ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, რომ ადამიანები ერთად მოვიდნენ და სამწუხაროდ ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. ლიონელ მესი ძირითადად თავი არიდა პოლიტიკურ განცხადებებს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში და პირადად ეწია ისრაელს. ის მაინც ყველას უყვარს, რადგან ცოცხალი ფეხბურთის ლეგენდაა. ვითხარით სწორედ იმაზე, რომ გულშემატკივრებს უბრალოდ უნდათ ხარი დაუჭირონ ბრწყინვალე წარმატებულ ადამიანებს. დიახ, ეს ისაც, რასაც ყოველთვის ვასწავლიდი ჩვენ შვილებს, რომ მათთვის მისაბაძი ყოფილიყო. როცა მე ვიზრდებოდი, სპორტსმენები და ცნობილი ბეისბოლის მოთამაშეები ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები იყვნენ. და ლიონელ მესი ბევრ ახალგაზრდა ადამიანს მსოფლიოში მისაბაძი მაგალითია. და ეს ასევე აჩვენებს, რომ თუ სწორ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებთ, ვფიქრობ, ისრაელმა შეიძლება რაღაცა ისწავლოს ლიონელ მესის მაგალითიდან, რადგან ის ისრაელში ყოფილა. ხედავთ მას ამ ლამაზ ფოტოზე, რომელსაც ახლა აჩვენეთ, როგორ ლოცულობს სკოტ ჰამარავთან, დასავლეთის კედელთან. მაგრამ რადგან დრო დაუთმეთ მის მოწვევას, მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ნახეთ რა შესანიშნავია ეს ისრაელისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. არსებობს შესანიშნავი ორგანიზაცია სახელად ათლეტები ისრაელისთვის. ის დაარსა ჩვენს ძვირფასმა მეგობარმა და მხარდამჭერმა MGE-ში, მანჰეტენის ებრაული გამოცდილება. მისი სახელია დანიელ პოსნერი და ის თავდადებულია, რომ კიდევ უფრო მეტი ათლეტი, ებრაელი და არაებრაელი, ძირითადად არაებრაელები, მიიყვანოს ისრაელში. რადგან შეხედეთ რა გავლენა შეიძლება კონდეს ისრაელში ვინმეს ჩამოყვანას, მათ დამოკიდებულებაზე ისრაელის მიმართ და საბოლოოდ იმაზე, როგორი იმიჯი აქვს ისრაელს მსოფლიოს თვალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ მიანიშნეთ იმაზე, რომ სპორტი სპორტულ სულისკვეთებას ეხება, ეს კონკურენციას, ჯანსაღ კონკურენციას ნიშნავს. და ესეთი სიძულვილისა და მახინჯი რიტორიკის არსებობა, რომელიც ამძაფრებს სიტუაციას, მაშინ როცა ყველაფერი მხიარულად უნდა იყოს, ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. თქვენ ძალიან მოკრეთ ახსენეთ მისაბაძი ადამიანები. რა არის თქვენი გზავნილი ახალგაზრდებისთვის, სპორტის მოყვარულებისთვის და იმასაც ვის უნდა მიბაძონ ახლავე 2026 წელს მოკლედ. ჩემი გზავნილი ასეთია. მიეცით ადამიანებს თამაშის საშუალება, რადგან ეს არის გზა, რომლითაც შეგვიძლია დავინახოთ ერთმანეთის ადამიანურობა.
და ეს ასევე არის გზა, რომლითაც შეგვიძლია ვისწავლოთ პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ამის მიუხედავად, რადგან ეს ცოტა თამაშად იქცა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მართალია. უნდა ვისწავლოთ ცოტა მაგალითიდან, რომელიც ლიონელ მესის ეხება, მართალია. და ნახოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი შთაგონდეს, ჩამოვიდეს ისრაელში და ნახოს რა ლამაზი ქვეყანაა ეს, რა მორალური და პროგრესულია.